მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ ასევე Facebook-ზე პალიტრა ნიუსის გვერდზე, ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში გავაგრძელებთ საუბარს უნგრეთის არჩევნებზე და ამ მაგალითის გავლენაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, თუ შეძლო მადიარმა იგივეს გაკეთება ავტორიტარულ რეჟიმში, რატო არ შეუძლია აქ იგივეს გამეორება ჩვენს ოპოზიციას, რა არის ამისთვის საჭირო, რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრული მაგალითისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმარი იქნება გახარია საქართველოსთვის წევრი გიორგი შარაშიძე, რომელთანაც ერთად ვისაუბრებთ დღევანდელ აპელაციაზე, როგორც იცით, დღეს პარლამენტში უეცრავად დაიბარეს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და სწორედ მასთან თუ რა კითხვები ჰქონდა პარტიას ამის შესახებ გვესაუბრება გიორგი შარაშიძე. ხოლო გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი მელაშვილი, ევროპულ ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მივესალმებით მას, გამარჯობა გიორგი. გამარჯობა მერაბ, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და როგორც თქვით, ვისაუბრებთ უნგრულ მაგალითზე. თავარი კითხვა რაც არის, რის ხარჯზე მოიგო მადიარმა, რის ხარჯზე მოახერხა გარღვევა, გუშინაც ვისაუბრეთ გადაცემაში ამის შესახებ ბევრი, მაგრამ შენი აზრით საინტერესოა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ეს იცნობ კარგად ამ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც იქ არის ამ ქვეყანაში, რა განსხვავებები და მსგავსებები არის ჩვენსა და მათ შორის. პირველ რიგში ამით დავიწყოთ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად სიტუაციების და ქვეყნების შედარება ყოველთვის ძალიან უმადური საქმე არის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანა არის განსხვავებული, ყველა ქვეყანას აქვს თავისი დეტალები, რომელიც არის მნიშვნელოვანი და რომელთა გათვალისწინების გარეშე შეუძლებელი არის ამ სიტუაციის სწორი შეფასება. ანუ ზუსტი ორი შემთხვევა, ზუსტი ორი მაგალითი შეიძლება საერთოდ იყოს შეუსაბამო და იმან რაც იმუშავა უნგრეთში, ჩვენთან შეიძლება არა მარტო არ იმუშაოს, არამედ კონტრშედეგი გამოიტანოს. მაგრამ მე მგონია, რომ არსებობს ერთგვარი საბაზისო გაკვეთილები, რომელთა გამოტანა უნგრული შემთხვევიდან არის შესაძლებელი. პირველი ეს არის ის, რომ მადიარმა მოახერხა ოპოზიციური ფლანგის გაერთიანება საკუთარი თავის ირგვლივ, კი თავიდან ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ბოლოს, როდესაც ყველა მიხვდა, რომ მისი რეიტინგი იყო მზარდი, ხოლო ოპოზიციური პარტიების რეიტინგი იყო კლებადი, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მას მხარი დაუჭიროს. არის ეგეთი კარგი პარტია, მომენტუმი უნგრეთში, რომელიც იყო საპარლამენტო პარტია და რომელმაც როდესაც დაინახა, რომ ერთადერთი შანსი გამარჯვების იყო მადიარის გვერდში დადგომა, ზუსტად ეგ გააკეთეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ უნგრული საარჩევნო სისტემა და ჩვენი საარჩევნო სისტემა განსხვავდება ერთმანეთისგან. უნგრეთში არის მაჟორიტარული ოლქები, ჩვენ მაჟორიტარული ოლქები მადლობა ღმერთს აღარ გვაქვს. ანუ უნგრეთში საერთოდ იმისთვის, რომ შანსიც კი ქონოდა ოპოზიციას, მათ უნდა ყოველდღე საკუთარი ერთი კანდიდატი ორბანის კანდიდატის წინააღმდეგ. ჩვენთან მდგომარეობა ოდნავ უკეთესი არის, მართალი ხარ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც ძალიან კარგად არის ნებისმიერ შემთხვევაში. მეორე თემა, რატომაც არ შეიძლება შევადაროთ, არის ის, რომ უნგრეთში მოქმედებდა ევროკავშირის შემაკავებელი ბერკეტები. ევროკავშირის სამართალი, უნგრეთს არ აქვს პირდაპირ საზღვარი რუსეთთან, უნგრეთში რუსული პროპაგანდა მიუხედავად ყველა მცდელობის აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო სუსტი იყო ვიდრე ჩვენთან. და მესამე, საქართველოში არის უფრო მეტი შესაძლებლობა კრიტიკული აზრის მოსმენისთვის. უნგრეთში ამ მხრივ იყო გაცილებით უფრო უარესი მდგომარეობა, იქ საერთოდ არ იყო ოპოზიციური ტელევიზიები, იქ იყო ერთ-ერთი YouTube არხი, რომელიც ასრულებდა ამ ფუნქციას. თავისი ხმის მიწვდენა მოსახლეობისთვის პეტერ მადიარმა. ძალიან კარგად გამოიყენა სოციალური ქსელები, იდეალურად გამოიყენა, მე ვიტყოდი, იქნებოდა ეს TikTok-ი, იქნებოდა ეს YouTube-ი, იქნებოდა ეს Facebook-ი. მან გამოიყენა არსებული ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, აი ეს YouTube არხები, რომელზეც ვისაუბრეთ, სხვა შორის ეხლა ხან იყო დიდი ინტერვიუ მადიართან, სადაც მან თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა სრულიად გაუქმდეს უნგრეთის. თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვა ეს. კი ბატონო. ასე რომ აქაც ჩვენ ხედავთ, რამდენად ღრმად იყო პროპაგანდისტული მანქანა ჩასული. იგივე მოხდა პოლონეთში, სხვათა შორის მას შემდეგ, რაც კაჩინსკის პარტიამ ისმა წააგო არჩევნები, პოლონელებს მოუწიათ საკუთარი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაშლა და თავიდან აწყობა, რაც ნამდვილად ამეთანხმები არ არის მარტივი და სასიამოვნო პროცესი.
ეს რაც შეეხება აი ამ მსგავსებას. ეხლა მოდი რა შეარი ეს რაც შეეხებოდა განსხვავებებს, ეხლა გადავიდეთ მსგავსებებზე. კი ბატონო. ვიდრე მსგავსებაზე გადავალთ, აუცილებლად მინდა გავხსენოთ წინა არჩევნები, რომელიც ჩატარდა უნგრეთში და სადაც ოპოზიციამ წააგო. ან აი მოდი ამ ორ არჩევნებს შორის შევხვდეთ, ეს დამნიშნული მაგალითია, რადგან 2022-ის არჩევნებზე მაშინ სანამ მადიარი არც იყო ხო პოლიტიკაში ოპოზიცია გაერთიანდა, ყველანი გაერთიანდნენ, ანუ ერთიანობის იდეა ჩვენთანაც პოპულარულია და ამიტომ მინდა რომ ეს მაგალითი მოვიშველიოთ, ისინი გაერთიანდა, ყველა პარტია ერთად გავიდა არჩევნებზე და ყველამ ერთად წააგო ორბანთან. ანუ გაერთიანება ვერ გააკეთა ის, რაც გააკეთა მე აქეთ ერთმა კაცმა. აი რატომ? იმიტომ რომ ის გაერთიანება იყო მექანიკური, თან მაინც და მაინც ყველა არ გაერთიანებულა, იყო უფრო გადანაწილება, ამას მოგვიანებით დაუბრუნდეთ. ამ არჩევნებზე რაც მოხდა, მთავარი იყო ის, რომ აი მაჟორიტარულ სისტემა ზოგადად უბიძგებს ორ პარტიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ. იქნება ეს შეერთებულ შტატებში, იქნება ეს გაერთიანებულ სამეფოში, იქნება ეს როგორც სახით უნგრეთში. უბრალოდ იქ სულ მთლიანად მაჟორიტარულია, ხო, ბრიტანეთშიც და ამერიკაში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი არის მაჟორიტარული სილი, მაინც იმიტომ რომ ბარიერი ბუნებრივად გამოდის მაღალი, 50%-იანი გამოდის და ყველა ვერ გადალახავს. კი ბატონო, შესაბამისად, ყველა რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსი ცდილობს რომ შექმნას ისეთი კოალიცია, ისეთი ერთობა, რომელიც შეძლებს რომ დაამარცხოს სახელმწიფო კანდიდატი, რომელსაც ყოველთვის აქვს გარკვეული უპირატესობა, იმიტომ რომ ის უკვე არის ამ თანამდებობაზე, ამ პოსტზე არჩეული. რაც გააკეთეს უნგრეთში, ეს იყო პირველი ალტერნატივის შტაბეშტილება, ანუ მადიარმა მოახერხა საკუთარი თავის წარმოჩენა, როგორც ადეკვატური, ნორმალური, მისაღები ლიდერის, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ორბანი, რომელიც არაადეკვატური გახდა და ამ ადამიანს შეიძლება ჩააბარო უნგრეთი. და სხვა ოპოზიციურ პარტიებმა ეს რატო ვერ მოახერხეს? მან უკვე პოლიტიკური ტექნოლოგიების ამბავი იყო ერთის მხრივ, მეორის მხრივ თავად მადიარის პიროვნული თვისებები, მისი კომუნიკაციის სტილი და ბევრი ამბობს რომ პირიქით გადამწყვეტი აღმოჩნდა ისო სწორედ ორბანის გუნდიდან იყოს გამოყოფილი, ანუ ორბანის გუნდს გამოეყო, ხო, მისი თანაგუნდელი იყო, ანუ ოპოზიცია იქაც რაღაც დისკრედიტირებული იყო როგორც ჩანს, მათი მადობა აღარ იყო, ოპოზიციაში ერთი ხო ყოფილი მართველი პარტია იყო, ბუნებრივია, რომელიც თავის დროზე ორბანმა დაამარცხა. შესაბამისად, ანუ დაახლოებით იგივე ვარიანტი ხო, როგორც ახლა არის ყოფილი მართველი პარტია ჩვენთან ნაცები ოპოზიციაში, ასე იყო ორბანის ოპოზიციაში ამდენი წელი 16 წელი ყოფილი მართველი პარტია, რომელიც ვერაფრით ვერ ამარცხებდა. ანუ ახალი სისხლი ჭირდებოდა როგორც ჩანს, ანუ ახალი ლიდერი ჭირდებოდა, ხო, უნგრელ ხალხს. თან ლიდერი, რომელიც ანუ რაღაც ორბანის ანტიპოდი კი არ გამოვიდა, რაღაც უფრო უკეთესი ორბანი, ასე შეიძლება დავარქვათ. ცოტა უკეთესი ორბანი. ხო, მე არ ვიზიარებ ამ მიდგომას ბოლომდე, იმიტომ რომ მადიარის მთელი პოლიტიკური კარიერა ვერ შეფასდება როგორც მხოლოდ ფიდესიდან წამოსული ადამიანის. ანუ კი გარკვეული ბუსტი მანამ ცხადია მიიღო, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა რომ შეიძლება პარალელის გავლება საქართველოსა და უნგრეთს შორის, მე ვიტყოდი რომ არასწორი არის. არასწორი არის მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უნგრეთში თავად ორბანმა დაუშვა უპატიებელი შეცდომა, მე ვიტყოდი. ჯერ ერთი საერთოდ რატომ დატოვა მადიარმა ორბანის პარტია? იმიტომ რომ ორბანმა დაიცვა პედოფილიაში მხილებული ადამიანი. ანუ ადამიანი ორბანი, რომელიც ამბობდა რომ მისთვის ოჯახის ფასეულობები არის მნიშვნელოვანი, კონსერვატიზმი არის მნიშვნელოვანი, პედოფილი დაიცვა, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო მისი გუნდიდან. ამას მოყვა მადიარის გაბრაზება, ამას მოყვა მისი ცოლის ქმედებები, რომ მისი ცოლი მონაწილეობდა ამაში, ორბანის უსის მინისტრი იყო და მადიარმა ეს ყველაფერი რომ დაინახა, გამოვიდა, მოყვა, ილაპარაკა და ამით მოიპოვა პირველადი პოლიტიკური კაპიტალი. ანუ აქ ფიდეში და დაახლოებით სააკაშვილთან უფრო შეიძლება, ხო, პარალელის გავლება, რომელიც იყო შევარდნაძის მთავრობის წევრი და იქ პრინციპში მთავრობაზე აუჯანყდა, ხო, შევარდნაძეს ვახსოვს ეს, როცა გამოვიდა და მთავრობის ხდომაზე, აი შენ გახსოვს თუ გაქვს ეს კადრი ანახი, მაშინ პატარა იქნებოდა. ხარ კორუმპირებული და თითით მიუთითებდა. ჯერ კიდევ მაშინ მთავრობის წევრი იყო. კი და ამით რეალური კაპიტალი მან მოიპოვა ამ აჯანყებით და არა ფიდესთან მისი αφილიაციით. ისე როგორც სააკაშვილის რეალური კაპიტალი მან მოიპოვა არა მოქალაქეთა კავშირთან αφილიაციით, არამედ მისი მხილებით. ის ხომ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ის ძველი ოპოზიციის წიაღიდან კი არ მოდიოდა, არამედ ხო ორბანის პარტიის წიაღიდან.
როგორც ჩანს ამას ჰქონდა რა მნიშვნელობა. კი, ამას ყველაფერს ჰქონდა, საბოლოო ჯამში ყველაფერს ჰქონდა. და როცა ეხლაც მაგალითად ითხოვენ საქართველოში ხო ახალი ადამიანი გამოჩნდეს, ეს სრულად ახალი ადამიანი საიდან უნდა მოვიდეს, ხო? შესაბამისად ახალი ადამიანი ოპოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს ძველი ადამიანი, რომელიც იყო მაგალითად ხელისუფლებაში. როგორც ეს სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, როცა ის მოკავშირის წევრი იყო და ამ შემთხვევაში იყო გახარიას მაგალითი მქონდა ჩვენ, რომელიც ასევე წამოვიდა და მოახერხა და აკრიფა მეტნაკლებად რეიტინგი და პრინციპში გახარია იყო ერთადერთი, ვინც ახერხებდა ოცნებისთვის ხმების წართმევას, ხო? ნაწილობრივ. კი ბატონო, თუმცა გახარიამ ვერ მოახერხა ის, რაც მოახერხა მადიარმა და მთელი ოპოზიციის სპექტრის გაერთიანება მის უკან არ მომხდარა. ასე რომ ესეც მნიშვნელოვანი განსხვავება არის. მე არ მგონია რომ მაინც და მაინც ქართულ პოლიტიკაში უნდა გამოჩნდეს ვიღაცა ქართული ოცნებიდან წამოსული, თუმცა მნიშვნელოვანი არის რომ ის შიშები, რომელიც არსებობს ქართული ოცნების ელექტორატში, მოხდეს ამ შიშებთან დაკავშირება ნებისმიერი ახალი ოპოზიციური ძალის. ჩვენ ვნახეთ რომ ამ არჩევნებზე 2024-ში მოხერხდა გარკვეულწილად მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ის ავტორიტარული მოდელი, რომელიც ჩვენთან არის, ყოფილიყო გარდატეხილი. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოხერხდა ეს 2024-ში. მადიარმა პირიქით მან მოახერხა და მოიპოვა ის წონა, ის მხარდაჭერა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა. ჩვენ ვთქვით ერთი მიზეზი იყო ის, რომ ის ადეკვატურ ადამიანად ჩანდა, ფოკუსი ჰქონდა ძალიან კონკრეტული და ამ ფოკუსის იქით არ გადიოდა. ხო, მაგრამ მისი იდეოლოგია, როგორც ამბობენ, დიდად არ განსხვავდებოდა ორბანის. ანუ ის ისეთივე კონსერვატორი, მემარჯვენე პოპულისტი იყო და როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა მოსახლეობაში, უნგრული მოსახლეობაში სწორედ ამაზე იყო. მე ვიტყოდი, რომ ფუნდამენტის დონეზე განსხვავდებოდა, მერაბ, იმიტომ რომ ორბანი არ იყო კონსერვატორი, ეს რომ ესმის სულ ღიზიანდები. ორბანი იყო ჩვეულებრივი ავტორიტარი პოპულისტი, რომელმაც გამოიყენა კონსერვატიული ენა საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის შესახებ. სინამდვილეში ვიყო რა იყო, მაგრამ როგორ პოზიციონირებდა ამაზე ლაპარაკი. ის და ვის გამოუჭერდა მას უნგრელი ვინც უჭერდნენ ხო მხარს და აქეთა მხრიდანაც ანუ რაღაც ვისი ანტიპოდი კი არ დადგა თქვა რაღაც ლიბერალური პოზიციიდან, არამედ იმავე პოზიციიდან შეუტია. რა პოზიციაზეც ისინი. ნახე, ჯანსაღი კონსერვატიზმი, ისევე როგორც ჯანსაღი ლიბერალიზმი არის აბსოლუტურად ერთი მონეტის ორი განსხვავებული მხარე. ის, რასაც ევროპაში ეძახიან კონსერვატიზმს, არანაირ კავშირში არ არის, აი ჩვენთან, რასაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ გააფორმოს კონსერვატიზმად. რა რეალური კავშირი და რატო ქართულ ოცნებას რატომ ჰქონდა ასეთი კარგი ურთიერთობა, იყო არა კონსერვატიზმი, ქართული ოცნება იყო სოციალისტური პარტიის წევრი, ორბანი იყო ლიბერალი. რა? არაფერი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ქართულმა ოცნებამ და ორბანმა იპოვეს საერთო ენა და ქართულმა ოცნებამ ვერ იპოვა საერთო ენა, მაგალითად, იტალიის პრემიერთან, რომელიც ასევე კონსერვატორია. ვერ იპოვა საერთო ენა ფრიდრიხ მერცთან, რომელიც ქრისტიან დემოკრატია, ღმერთო. ანუ საბოლოო ჯამში იყო პუტინიზმი. ის რომ ორბანი მხარს უჭერდა პუტინს, ის რომ ორბანს ეშინოდა პუტინის და პუტინისგან ჰქონდა სერიოზული სიკეთეები. ამიტომ აი ამ პუტინიზმის ყაიდაზე იპოვეს საერთო ენა ქართულმა ოცნებამ და ორბანმა და არა კონსერვატიზმის. დღეს თქვეს პესკოვმა თქვა, რომ ორბანიო ჩვენ მეგობარი არასდროს არ ყოფილა. ნუ რა ის მახსენდება ამაზე რა სამჯერო უარყო ქრისტე პეტრემ. აი ეს მახსენდება სულ ასეთ შემთხვევებში. ანუ ჩვეულებრივად ტრამპაც უარყო ბოლოს, მაგრამ ნუ ტრამპის ამბავი გიდგა. ყოველთვის ასე არის. ორბანი რუსეთისთვის იყო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენეს, იხმარეს და გადააგდეს. ქართული ოცნების შემთხვევაშიც მათაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ზუსტად ასევე არ უნდა იყო ქვეყანა სხვა ქვეყნის ინსტრუმენტი. ქართული ოცნება მთლიანად ცდილობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს რუსული საგარეო პოლიტიკის ფარვატერში. რაც არ არის სწორი, ან რატომ უნდა წყდებოდეს, ვოლსკიმ რომ თქვა, რატომ უნდა წყდებოდეს საქართველოს ბედი დუშანბეში? აშხაბადში, სადაც გინდა. ან ერთში, ან მეორეში მერაბ, რატომ უნდა წყდებოდეს? საქართველოს ბედი უნდა წყდებოდეს თბილისში და ეს ბედი არაერთხელ დავაფიქსირეთ, მე მგონი რომ უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა კავშირში დასავლურ ცივილიზაციასთან, რომლის ნაწილი ვართ, თანაშემოქმედი ვართ და რა დუშანბე, რა აშხაბადი, რა ბიშკეკი. შეიძლება ბიშკეკი იყო, არ ვიცი.
რა მახსოვს ეს ზუსტად. მაგრამ ცენტრალურ აზია რა შუაში არის. ცენტრალურ აზიასთან ჩვენ უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ ვაკავშირებთ აზიას და ევროპას ერთმანეთთან. ოცნებამ რა გააკეთა? ოცნებამ გააკეთა, რომ აზიასთან რაღაცა კავშირები აქვს, კაცშუმარცის რა და ევროპელებთან გაიფუჭეს ურთიერთობები ისე, რომ ბოლო მათი საყრდენი ორბანის კი უარყვეს. ხო, ეგ საინტერესოა, როგორ შეიძლება განვითარდეს დღეს ამ ფონზე, ამის შემდეგ უკვე ოცნების და უნგრეთის ცალკე და როგორ შეიძლება განვითარდეს ოცნების და ევროკავშირის ურთიერთობა, იმიტომ რომ ევროკავშირში ვინც ბლოკავდა სანქციებს იყო უნგრეთი ძირითადად ორბანი. ეხლა ეს პრობლემა, ეს ასე ვთქვათ, წინაღობა ჩაიხსნება სანქციებს შენი აზრით. რა თქმა უნდა, ჩაიხსნება საერთოდ ორბანის დამცირება მხოლოდ ქართული ოცნებისადმი სანქციებამდე მე მგონია რომ არის ცოტა უსამართლო თავად ორბანისადმი, იმიტომ რომ მისი მავნებლობის მასშტაბი გასილებით უფრო დიდი იყო. ჩვენი პერსპექტივიდან ორბანის გამო ევროკავშირმა ვერაფრით ვერ მოახერხა ჩამოყალიბდეს გეოპოლიტიკურ აქტორად, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არსებობს გეოპოლიტიკური იმპერატივი, რომ ეს ბლოკი გახდეს სერიოზული მოთამაშე. ის ბლოკავდა საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებს. უკრაინასთან მიმართებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის და ოცნებას რაც შეეხება, ერთადერთი ფარი ყავდათ. ფიცო ვერ შეითავსებს ამას. ვერანაირად ვერ შეითავსებს ფიცო. ეს არის სლოვაკეთის პრემიერი, ვინც არის ეს ფიცო. ფიცოს წონა ევროკავშირში არის გაცილებით ნაკლები ვიდრე ორბანის და ხმა ხო იმასაც ერთი აქვს ასე. ხმა ერთი აქვს, კი ბატონო, მაგრამ გაცილებით უფრო ჭკვიანურად იგანებს ამ ხმას. ფიცოს უნდა ძალაუფლების შენარჩუნება და არაფერში არ უნდა ბრიუსელთან, ბერლინთან, პარიზთან და და ვარშავასთან ურთიერთობების გაფუჭება. სანამ ორბანი იყო კი იყვნენ ერთად და ეხლა უკვე ორბანი აღარ არის და ფიცო ამ შემთხვევაში მე ძალიან მალე მგონია რომ ჩვენ ნახავთ უახლეს პერიოდში სლოვაკეთის ყველაზე პროევროპულ ქვეყანად. ფიცოც წავა. შეიძლება დარჩეს, არა, შეიძლება დარჩეს, ოღონდ ჭკვიანურად მოიქცევა და გახდება შეწყვეტს ამ აქამდე საბოტაჟი რაც იყო ევროკავშირის ამას შეწყვეტს. ხო, კი ბატონო, მაგრამ რა ხდება თუ ეს სანქციების თემა დაბრუნდა ისევ დღის წესრიგში? ანუ ქართული ოცნებისთვის რა ხდება? რა აღწეროთ რა ხდება? ქართული, მოდი ესე ვთქვათ, ახლა ორბანის გაქრობის შემდეგ ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, ნებისმიერი ანტიდასავლური განცხადება ქართულ ოცნებას დაუჯდება გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე უჯდებოდა მანამ სანამ ორბანი იყო და სანამ ორბანი ახერხებდა რომ შეიქმნა მათთვის ეს ფსევდოევროპული ფარი. რატომ იყო 16 ვიზიტი ბოლო 16 თვეში უნგრეთში, საქართველოსთან? იმიტომ რომ სხვაგან არსად არიღებდნენ და მიდიოდნენ ამ უნგრეთში წინდა. ეს რაღაც კონფერენციას რო ატარებდა კონსერვატორების ორბანი, ისიც გაუქმდა, ხო, იქ რო ჩადიოდნენ. კი, არა და ჯერ კიდევ ღარიბაშვილი როგორი სიტყვებით გამოდიოდა გახსოვს ამ კონფერენციებზე. ორბანი ძალიან საინტერესო კაცი იყო. ჯერ ღარიბაშვილს ეძახდა რომ ეს არის ქვეყნის საქართველოს ამყარებელი. მანამდე მიშას. მიშა ბოლოს ის ქონდა მოტოვებული. 2012 წელს ორბანი საქართველოში იყო ჩამოსული და ამიტომ მიშას მიესწრა. რა თქვა უნდა, ხო, ეგ ბოლოსთვის ვაპირებდი მაგის თქოსო. ნუ კაი, ასე დავალაგოთ ქრონოლოგიურად. 2012-ში ის იყო მიშას მეგობარი და ხალხს ეუბნებოდა ოცნებას ხმა არ მისცეს და ჩამოვიდა აქ. აი რაც თქვა სხვათა შორის მადიარმა რომ მე არ ვაპირებო სხვის საქმეებში ჩარევასო, ორბანი ესე პირდაპირ ერეოდა სააკაშვილის სასარგებლოდ რომ ოცნებას ხმა არ მისცეთო, ჩამოვიდა სამ მიშას მიეცით ხმაო. მე როდესაც წააგო მიშამ არჩევნები, სხვათა შორის როგორც ხა ტრამპმა უარყო და მან რა ქვია კრემლმა უარყო ორბანი, ესე არ უარყვია ორბანს მიშა. წაგების მერე პირიქით შესთავაზა თავშესაფარი მეგობრობა, ნუ მიშამ უარი თქვა, იმიტომ რომ თვითონ ამერიკაში წავიდა და მერე უკრაინაში, მაგრამ სააკაშვილის გუნდის წევრები შეიფარა, ერეკლე კოდუა მე მგონი დღემდე ბუდაპეშტში ცხოვრობს, ადეიშვილი იქ იყო და ასე შემდეგ, ბევრი სხვა, ანუ ვისაც აქ დევნე ელოდებოდა, ანუ ესე არ ყოფილა, რომ წაგების მერე ხელი კრა, ბოლომდე ამ ხრივ უერთგულა, მაგრამ მერე რაღაც მომენტში დალაგდა ბიძინასთან. დალაგდა ისე რომ ვერ გახდა, ხო, იპოვე საერთო ენა, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ასეთი პრორუსული არ იყო ორბანი, ხო, როცა მიშასთან ზმაკაცობდა და მე ეტყობა მისი ამ შეიძლება პუტინმა დაამეგობრა, არ ვიცი როგორ მითხრა, მაგრამ დალაგდა ოცნებასთან, იმ დონეზე დალაგდა, რომ ნუ რავი, მართლა ყოველ თვეში ერთხელ ესენი იქ ჩადიოდნენ და ჯერ ღარიბაშვილს აკებდა, მე ირაკლი ყობახიძეზე ამბობდა, რომ ეს არის ქვეყნის ამყავებელიო და ასე. იცი რა, ორბანისადმი სამართლიანობისთვის ეხლა მე რო ვაკრიტიკებ ორბანს, მე მგონი ცოტა ადამიანი აკრიტიკებს ამ დონეზე, მაგრამ 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ორბანი არ იყო ეგეთი პუტინისტი და სული არ მიყიდა ჯერ კრემლს,
მან ძალიან დიდი შრომა გაწია იმისთვის, რომ კონსოლიდირებული ყოფილიყო ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. ანუ აი ეს ერთადერთი პლუსი მას მართლაც ჰქონდა. ხო, ეს ზუსტად არ მახსოვს ახლა რაში გამოხდა, იმიტომ რომ ჩამოსვლით ის არ ჩამოსულა, ხო, როცა 4 პრეზიდენტი ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, მან ის მოეხმარა აი ამ დიპლომატიური ძალისხმევის განხორციელებაში. ასე რომ ამ მხრივ კი ბატონო, ეგ შეიძლება მის პლუსში ჩავწეროთ. კი ბატონო, დაუბრუნდეთ საქართველოს ბოლოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, 2 წელიწადში არის არჩევნები, პრინციპში 2 წელი დაჭირდა მადიარსაც იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აეკრება, ხო? აი ეგ უფრო მეტი იყო. სანამ მადიარს აირჩევდნენ პრემიერ-მინისტრად, მანამდე ის გახდა ევროპარლამენტის დეპუტატი, მანამდე მან მიიღო ევროპარლამენტის დეპუტატის ხელშეუხებლობა. მაგრამ როდის გამოეყო დაუპირისპირდა რომელ წელს? 2020-დან. 2020-დან. ანუ 6 წელი გრძელდება ეს ამბავი. ხო, თუმცა როგორც ამბობენ, ბოლოს 2022-დან ცოტა არასწორი იყო. 2020-ში დაარსდა ტისა პარტია და 2022-ში კი, მაგრამ ანუ მე რას ვნახებ ეს ბოლო 2 წელი იყო მისი აქტიური, ასე ვთქვათ, ანუ 2 წელი აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას და არა რაღაცა ბოლო 2 თვე და 3 თვე. ამაზეა საუბარი და ბუნებრივია ხარ თუ უნდა ოპოზიციას რომ 2028 წელს არჩევნების ფორმაში შეხვდეს და კონდეს შანსი გამარჯვების, ახლა უნდა დაიწყოს ჩვენთანაც, ხო, უკვე უნდა იწყებოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ აქ თავარ კითხვა ეს არის რომ ვინ შეიძლება მადიარის როლი მოირგოს. ასეთი ფიგურა არ აქვს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შანსი არ აქვს ოპოზიციას. მე უფრო მეც გეტყვი, რომ ჩვენ ერთი მადიარი კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მადიარი. რატო? მოდი კიდევ ერთი მაგალითი ვნახოთ, თურქეთი, ჩვენ გვიყვარს შედარება. თურქეთში იყო ძალიან წარმატებული, ქარიზმატული მერი, ეკრემ იმამოგლუ, რომელიც ახლა ციხეში. ხო, სტამბოლის მერზე. სტამბოლის მერზე ვსაუბრობ. პრობლემა უფრო, ანუ საქართველოს არის უფრო ავტორიტარული რეჟიმი, ვიდრე იყო ორბანის უნგრეთი. აქედან გამომდინარე, თუ ორბანმა ვერ ჩასვა მადიარის ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული მცდელობები. ჩვენთან სამწუხაროდ ქართულ ოცნებას აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა იქონიოს გავლენა აი ამ ძალისმიერი მოძალადე მეთოდებით პოლიტიკურ პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სწორად ვამბობთ, რომ ახლა უკვე ევროკავშირის ქმედუნარიანობა გაცილებით უფრო მეტი იქნება ქართულ ოცნებასთან მიმართებით, მაინც ოცნებას ჯერ კიდევ აქვს ამ სუფთა ძალადობის ბერკეტები. ამიტომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში საჭირო არის რომ ჩვენ გვყავდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე მადიარისნაირი ფიგურა, რომელიც ერთი დაიჭერს მეორე, მაგრამ ეხა ერთი თუ არა ყავს, რამდენიმე საიდან ვიშოვოთ, ხო? სხვანაირად მოდი ასე დავსადგეთ. ჩვენი ამოცანა ხო არის ნორმალური ქვეყნის აშენება? ხო, ეგ მერე. კი. მაგრამ მანამდე ასე უნდა მივიდეთ. ყველა ქვეყანას აქვს თავისებურებები. საქართველოს აქვს, მაგალითად უნგრეთში ხო ვამბობთ, იყო სხვა მაჟორიტარული სისტემა. ჩვენთან არის სრულიად პროპორციული. შესაბამისად, რაღაცა მხრივ ჩვენ უნდა ვსადოთ სისტემისავე გამოყენება მისსავე წინააღმდეგ. აი კიდოს პრინციპი არის, რომელიც მადიარმა გამოიყენა ორბანის წინააღმდეგ. წესით, მადიარს არ უნდა ქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა. არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, მაგრამ ორბანის მიერ აშენებული სისტემის ბოროტებიდან გამომდინარე, მან მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენს უნდა ვისაუბროთ ამ სისტემის გამოყენება. რა უნდა გააკეთო, რაც 2024-ში არ გაკეთდა. მოდი ესე ვთქვათ, მე მგონია რომ 2024-ში უკეთესი იქნებოდა ოპოზიციას რომ ქონოდა ორი ფლანგი და არა 4. კი ბატონო. ეს სპეკულაციურია, ამაზე ბევრი მსჯელობა შეიძლება, მაგრამ აი ახლა უკან გადახედვის შესაძლებლობის გათვალისწინებით რომ ყოფილიყო ორი დიდი ფლანგი, ერთი პარტიები, რომლებიც უფრო ასოცირდებიან ნაციონალურ მოძრაობასთან და მეორე ფლანგი პარტიები, რომლებიც ნაკლებად ასოცირდებიან, შეიძლება ეს უკეთესი ყოფილიყო. ეხლა რა თქმა უნდა, წარსული არის, სპეკულაციურია, მაგრამ შეიძლება გონივრულად ვივარაუდოთ. კი ბატონო, შალვა პაპუაშვილი ამბობს ოპოზიციაზე, შეხედავენ ვენესუელას, ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს, უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას და უკრაინელები ხდებიან. თავი გონიათ კინოში, ეს არის გარკვეული სახის აშლილობაო. ქართულ ოცნებასავით ყოველ შემთხვევაში ჯერ ორბანისტები არ არიან და მე არ ხდებიან მადიარისტები. ასე რომ ნახოთ, სხვათა შორის ქართულ უნგრეთში ჩასული იყო სახელმწიფო ტელევიზიები, ჩასული იყვნენ, ხო? არა μόνο ტელევიზიები, მთელი დელეგაცია. ხო, იმედი, ხო, გასაგებია დეპუტატები, მაგრამ მედიაზე ვლაპარაკობ, იმედი რუსთავიორი და ასე შემდეგ და იქ ძალიან ისე იმედიანად იყვნენ, რომ აი ორბანი იგებსო, გვახსოვს ეს და მაგრამ მე როდესაც წააგო ორბანმა და მადიარის პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა გამარჯვების შემდეგ, იქ რუსთავიორი ჟურნალისტს დაასმევინეს შეკითხვა სპეციალურად, რომ აი საქართველოსთან ურთიერთობაზე რა
ვფიქრობ იმედით რომ ხა გინებას გვარ დაიწყებდე ხა ადამიანი ახალ არჩეული საქართველოს ხელისუფლების და მანაც ესე დიპლომატიური პასუხი გასცა რომ მოუთმელად ველი რომ თქვენთან ჩამოვიდე რაღაცა გავაგზავნოთ თანამშრომლობა და ეს დაატრიალეს მერე ისე რომ აი მადი არის ჩვენი ბიჭია ესე თქვა ხო ნუ ეს კარგი ბიჭია ეს არის აშლილობა მე თუ მკითხავ იმიტომ რომ აშკარად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის პირობებში იმიტომ რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა დღესაც ვნახეთ აი ამ ინტერპელაციის დროს ბოჭორიშვილთან არის სრულიად არაადეკვატური არსებული გამოწვევების და ამ ყველაფრის ფონზე ისინი მაინც ცდილობენ გამოიყენონ საკუთარი პროპაგანდისტული მედია იმისთვის რომ მოატყუონ საქართველოს მოსახლეობა კი ბატონო, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. სწორედ ამ დღევანდელ ინტერპელაციაზე ვისაუბრებთ. დღეს და ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი შარაშიძე, გახარეს საქართველოსთვის წარმომადგენელი, სწორედ მათ მოითხოვეს მინისტრის დაბარება პარლამენტში და მაკა ბოჭორიშვილი სწორედ საგარეო პრიორიტეტებზე ესაუბრეს, რა პასუხები მიიღეს მინისტრისგან.